დილამშვიდობისა საქართველოს დღეს 11 მარტია უყურებთ კურიერს 9 საათზე. ქართული ოცნება ნარკოპოლიტიკას ამკაცრებს და ანონსებულ ცვლილებებს ეხმაურებიან ოპოზიციურ სპექტრში. მმართველი გუნდის ოპონენტები თვლიან, რომ სასჯელის გამკაცრება არაფერს შეცვლის და გამკაცრების ნაცვლად ხელისუფლება ნარკოდამოკიდებულ პირებს უნდა დაეხმაროს. ამორჩეულობა არ იცის და ეს არის უცოდინრობაზე თამაში, იმიტომ რომ ჩვენ ნარკოპოლიტიკა იმდენად კაცრია, რომ ის გამკაცრება უკვე შეუძლებელია. ფაქტობრივად იმ დანაშაულებზე, რაც ბატონო დინარაძე თქვა, უკვე სამუდამო პატიმრობამდეც კი არის სანქციები შემოღებული. ანუ რეალურად დარჩა მხოლოდ ის, რომ სანამ ადამიანს ციხეში გაუშვებ, ხელფეხები დააჭრა და ისე გაუშვათ, თუ შეიძლება ჩასვა 8-დან 20 წლამდე ან სამუდამო პატიმრობა მიუსაჯო და მე ეს იცლება 12 წლით სასჯელით, არაფერი არ შეიძლება. გამკაცრებას არ ვემთხვევი, მე მაქვს, ასე ვთქვათ, უფრო ზრუნვის პოლიტიკაზე ორიენტირებული პოლიტიკას ვემხრობი და ამაზე მაშინ, როდესაც უმრავლესობის წევრი ვიყავი, დავაინცირეთ, თუმცა მაშინ არ იყო არანაირი მზაობა. თუ გასამკაცრებელია, რომ პირველ რიგში უნდა მონახონ ის ხალხი, ვინც ფარველობს იმ ნარკორეალიზატორებს და რეალურად ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს ჭირდება ხარდაჭერა, ზრუნვის პოლიტიკა იმისთვის, რომ ეს ადამიანები არათუ დავტოვოთ ან ციხეში გაუშვათ, არამედ მათ უნდა შევუწყოთ დავეხმაროთ იმაში, რომ ეს გარკვეული სენი დაძლევონ და მივცეთ საშუალება, რომ რეაბილიტირდნენ. მმართველ გუნდში გამკაცრებული ნარკოპოლიტიკის დადებით შედეგებზე ამახვილებენ ყურადღებას. უმრავლესობაში ხაზგასმით აღნიშნავენ იმას, რომ ნარკორეალიზატორებს მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი 12-დან 20 წლამდე სასჯელი ან უვადო პატიმრობა ელით. ანტინარკოტიკული რეფორმა ცვლილებებს ერთდროულად რამდენიმე კანონში ითვალისწინებს და ის მკაცრდება ნარკომომხმარებლების მიმართაც. უკვე 1 ივნისიდან იმ შემთხვევაში, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი ან თუ პირი თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, მას 3 წლით ჩამოერთმევა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ეს გამკაცრება შეეხება აგრეთვე ნარკოტიკების გამსახელების ქონებას. პირად ქონებას, რომელიც აი ამ ბიძური საქმით დააგროვეს. ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ რასაკვირველია ლოიალურია სახელმწიფო იქნება ლოიალური, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველამ უნდა იცოდეს, რომ ნარკოტიკების მოხმარება დაუკეტავს მათ გზას საჯარო სამსახურისაკენ, განსაკუთრებით საგანმანათლებლო სფეროში. ნებისმიერ პირს, რომელიც შემჩნეული იქნება ნარკოტიკების გასაღებაში, ნებისმიერი ოდენობით ემუქრება სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა 12 წლიდან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა. ამ კანონის დაინიცირებით ჩვენ შევძლებთ, რომ შევაფციროთ ერთის მხრივ ნარკოდამოკიდებულება, ხოლო მეორეს მხრივ კი შემოვიღოთ ის პრაქტიკა, რომელიც აღკვეთს ნარკორეალიზაციას. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ როდესაც ეს კანონი შევა ძალაში, ნაკლები სტიმული და მეტი შიში ექნებათ ნარკოტიკების გამსაღებლებს. ვინ მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში? ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ვერ ხედავენ არჩევნებში მონაწილეობის აზრს. დანარჩენ ბარიერ გადალახულ პარტიებში ახალი არჩევნების მოთხოვნის პარალელურად გადაწყვეტილების მიღებამდე მოვლენების განვითარებას ელოდებიან. 4 ოქტომბრისთვის კი უკვე ემზადება გირჩი. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას გარე პატრონების დავალების შესაბამისად მიიღებენ. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის თემა შემოაგდო, იმიტომ რომ რაც შეიძლება ნაკლებად გაჟღერდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, ვიდრე არჩევნების წესები არ შეიცვლება. და ვიდრე ამ არჩევნებს არ ჩაატარებს ტექნიკური მთავრობა, დროებითი ადმინისტრაცია, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტიების მხრიდან არანაირ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აქვს აზრი. პოლიტიკური პარტიები, ვინც პირწმინდა დამარცხდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში და მათ ჩაუვარდათ ის ალტერნატიული სცენარები, რომელსაც ემზადებოდნენ, ახლა ვერ გარკვეულან რა პოზიცია დაიჭირონ თვითმმართველობის არჩევნებში. ისინი საკმაოდ მძიმე პოლიტიკური წარსულით იქნებიან წარმოდგენილი, ამიტომ დარწმუნებული ვარ, საკუთარი ამორჩევლის იმედიც არ აქვს. თუმცა რაც ახლა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ალბათ ეს არის გარედან წამოსული დავალებები, რა მითითებებს მიიღებენ ისინი, რომ მიიღონ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა.
რამდენიმე საათში ჯიდაში ამერიკის და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა დაიწყება. საუდის არაბეთშია ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელიც ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა პარალელურად ქვეყანაში ვიზიტს მართავს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მას მოლაპარაკებების იმედი აქვს, როგორც მშვიდობის მოახლოების, ასევე სამომავლო მხარდაჭერის თვალსაზრისით. ამერიკის დელეგაცია წარმოდგენილია იმავე შემადგენლობით, როგორც ერ-რიადში რუსეთის მხარესთან მოლაპარაკებებისას იყო. საუდის არაბეთში გამგზავრებამდე მარკო რუბიომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინას მოუწევს რუსეთთან ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა. სოციალურ ქსელ X-ზე შექმნილი შეფერხების შესახებ ილონ მასკი აცხადებს, რომ განხორციელდა კიბერშეტევა. ჩვენ არ ვიცით ზუსტად რა მოხდა, მაგრამ კიბერთავდასხმა X-ზე სისტემის მწყობრიდან გამოყვანის მიზნით უკრაინის ტერიტორიაზე შექმნილი IP მისამართებით მოხდა. აღნიშნა მასკმა. X-ის ალგორითმის შეფერხებაზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო პრო-პალესტინურმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ. სირიის მოქმედმა ხელისუფლებამ ლატაკიაში და ტარტუსში სამხედრო ოპერაციის დასრულების შესახებ განაცხადა. ქვეყნის დასავლეთით მდებარე რეგიონებში მოკლულია 1500 ადამიანი, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები და ქალები. ოპერაცია, რომელიც გარდამავალმა მთავრობამ ალავიტური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში ჩაატარა, ბაშარ ალ-ასადის მომხრეების წინააღმდეგ იყო მიმართული. ამის ფონზე სირიაში ეთნიკურმა ქურთებმა მოქმედ მთავრობასთან შეთანხმება მოაწერეს ხელი. შეთანხმების შესაბამისად სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ყველა სამოქალაქო და სამხედრო ორგანიზაცია სახელმწიფოებთან იქნება ინტეგრირებული. შეთანხმება ასევე მოიცავს სამოქალაქო უფლებებსაც. სესხის სხვა ფინანსურ ორგანიზაციიდან რეფინანსირების შემთხვევაში წინსწრების საკომისიო მცირდება. ფიზიკური პირებისა და 2 მილიონ ლარამდე მოცულობის ვალდებულებების მქონე იურიდიული პირებისთვის საკომისიო მაქსიმალური ოდენობა ნაცვლად დღეს არსებული 2%-ისა 0.5% იქნება. მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში ცვლილებები ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით ძალაში 1 მაისიდან შევა. მომხმარებელთა უფლებების დაცვა და კონკურენციის ხელშეწყობა ფინანსურ სექტორში ორი მნიშვნელოვანი ამოცანა არის ეროვნული ბანკის. ამ მიმართულებით ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ სხვადასხვა ცვლილებებს გარკვეულ მოთხოვნებთან მიმართებაში. კონკრეტულად ახალ ცვლილებებსაც შეეხება მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში შევიდა ცვლილება, რომელიც ამოქმედება 1 მაისიდან და გულისხმობს იმას, რომ სესხის ერთი ფინანსური ინსტიტუტიდან მეორეში გადატანის შემთხვევაში, ეგრეთ წოდებული რეფინანსირების შემთხვევაში, წინსწრების საკომისიო იქნება უფრო ნაკლები, ვიდრე იყო პრაქტიკაში. ქალი 21 საუკუნეში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით მრავალშვილიანი დედების მხარდამჭერი ღონისძიება გაიმართა, სადაც აფხაზეთიდან დევნილი მრავალშვილიანი სხვადასხვა სფეროში წარმატებული ქალები დააჯილდოვეს. ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა საზოგადოებაში ქალთა როლის გაძლიერების აუცილებლობაზე და წარმატებული მრავალშვილიანი დედების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი ღონისძიებები ხშირად ხდებოდეს, ხშირად კეთდებოდეს. უნდა ვაჩვენოთ ჩვენ საზოგადოებას, რომ ყველაფერი შესაძლებელია. შესაძლებელია ბევრი მრავალშვილიანი ოჯახი გყავდეს და ამით ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო გავაძლიეროთ. შევხვდით დროებით დევნილ ქალბატონებს, რომლებიც არიან წარმატებული ქალბატონები, ასევე მრავალშვილიანი დედები. მესმის თუ რა არის მრავალშვილიანი ოჯახი, რამე თუ მე თვითონ მრავალშვილიანი მამა ვარ და მაქსიმალურად აფხაზეთის მთავრობა დაუდგება გვერდით მათ ოჯახებს, რამე თუ ჩვენი განათლებული თაობა არის საწინდარი იმისა, რომ დაიბრუნონ ჩვენი დროებით დაკარგული ტერიტორიები. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. სხვა სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებგვერდზე. მე განახლებული ინფორმაციით დაგიბრუნდებით 10-ზე.